H D 3 G 5 6 H H ლაშა ხაჭაპურიძე კარატისტი, ასაკი 28 წლის, წონა 70 კილოგრამი, სიმაღლე 170 სანტიმეტრი. საქართველოს კარატისტთა ეროვნული ნაკრების წევრი. 11 გზის საქართველოს ჩემპიონი. 2003-2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. ბავშვობაში მინდა დაბრუნდეთ, გაიხსენა შენი პირველი, ესე ვთქვათ, ნაბიჯები კარატეში. მქონდა ინტერესი ამ საბრძოლო ხელოვნების მიმართ, მაგრამ მაინც ხა მისვლას მართლა რო გითხრა არ ვაპირებით, მაგრამ ჩემმა დამდაიწყო ვარჯიში. რაც უნდა გასაკვირი იყოს. ხონდა რაღაცა 1-2 ჯერ გავყევი, ინტერესი ისედაც მქონდა და უფრო გამომავდა. კი, ჩემი და ჩემზე უფროსია და მე ისე მოხდა რომ რაღაცა ოჯახმა არჩევნის წინაშე დააყენა, ან მეც უნდა ვეტარებინე, ან თვითონაც თავის დანები და უწოდა. აი, რამდენი წლის იყავი, რომ ისე ვთქვათ, პირველ წარმატებას მიაღწია? 13 წლიდან დავიწყე ვარჯიში, ანუ 8 წლის ვიყავი. დაახლოებით 1 წლის მერე უკვე ვიღებდი მონაწილეობას ტურნირებში. და ისე მოხდა, რომ 2003-4 წლის სეზონში უკვე ახალგაზრდა ნაკრებში მოვხდი, 2004 წლის მერე ვარ ეროვნული ნაკრების წევრი და ნუ ეხლაც თუ ქონია შემოთავაზება უცხოეთიდან, ან უცხოელი აგენტებისგან? ჩვენთვის არასასურველი სიტუაციაა მაქვრი, იმიტომ რომ საკლუბო სისტემა არ არსებობს. თუ ვინმე რამეს შემოგთავაზებს, ეს არ იქნება თქვათ ერთი კლუბიდან მეორე კლუბში გადასვლა, რაც ფეხბურთის შემთხვევაში ან კალათბურთის შემთხვევაში და რაც გაცილებით მარტივია. მაშინ გვიწევს ქვეყნის ნაკრების შეცვლა. რაც ნუ ერთი დამაფიქრებელია, რომ საქართველოს ნაკრებზე უარის თქმა რა თქმა უნდა ყველას გაუჭირდება ერთი და მეორე ის არის, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა და იმ ქვეყანაში ნაკრების სახელით ასპარეზობა ცოტა უფრო რთული პროცესია რა, ესე არა დღეს გადახვიდე და ხვალ ნაკრებში მიიღო. ყოველთვის მწვრთნელები ეუნებიან, ქუჩაში არასდროს ცხოვრებაში არ გამოიყენოთ ეს ილეთები და არ გამოიყენოთ ეს თქვენი ტექნიკა თავდაცვის მიზნით მხოლოდ. აი შენ თუ ქონია ესეთი შემთხვევა? მეც ხა მწვრთნელი ვარ დაახლოებით 5-6 წელია გარდა იმისა, რომ ნაკრებში ვარ და მოქრონის სპორტსმენი ვარ, ბავშვები მყავს და ჩოვლებად პატარების მწვრთნელი ვარ. და ნუ სწავლება აგებულია ერთი იმაზე, რომ ფიზიკურად გააძლიერო და უპირველესად იმაზე, რომ მარტივად რო თქვა მართალი ადამიანი გაიზარდოს და იმის მიხედვით თქვა ფიზიკურად ვიღაცაზე ძლიერები იქნებიან თუნდაც ჩემი მოსწავლეები, სულ იმას ვაფრთხილებ, რომ თუ საჭიროება ძალიან არ მოითხოვს, არ გამოიყენო თავისი ეს ფიზიკური შესაძლებლობა, იმიტომ რომ უფრო მეტად რაც დრო გადის და მეტი სტაჟი აქვს ბავშვ ვარჯიშის, უფრო მეტად წყნარდება, მშვიდდება და უფრო ბევრს ფიქრობს. სურვილი მქონდა ძალიან დიდი და იმის მიუხედავად, რომ რაღაცა პირობები არ იყო, 28 წლის ვარ და მომიწია იმ დროს ვარჯიში, როცა თქვა ტრანსპორტი არ იყო, ძალიან შორს მიწევდა ფეხით სიარული, თუმცა რაღაც სურვილი მქონდა, ასე თქვა ნაპერწკალი და ალბათ ამან მოიტანა ის, რომ ერთდროულად მომიგროვდა ეს რაოდენობა. აი თუ გახსენდება მომენტი, რომ სიტყვაზე აი ბოლო წამს გადაწყვიტე სიტყვაზე რა დარტყმა მიგეყენებინა, ან რა ილეთი გაგიკეთებინა და იმან გადაწყვიტა მე აი მოხდომის შემთხვევაშია ეხლა მე ჩემს სასარგებლოთაც რამოდენი მომენტი უცბად მახსენდება, რაც ბოლო წამს თქვათ ერთმა გასულმა დარტყმამ გადაწყვიტა ბრძოლის ფედი და წერა როგორც აღნიშნე ერთი ბრძოლა ისეთი, რომელიც უბრალოდ ერთმა შეცდომამ და ერთმა გაშვებულმა დარტყმამ თუ გახსოვს რა შეცდომაა? მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. თუ გახსოვს რა შეცდომაა? კი, მახსოვს კადრებიც არსებობს, თავში მოხდა ისეთი, რომ ალბათ არასდროს ფეხი თუ ხელი? ფეხი. და ანუ ეს უცბად შენ აი კონცენტრაცია დაკარგე ერთხელ. ან ყურადღება რაღაც მიზეზები იყო, იმიტომ რომ მე ამ ბრძოლის მერე განხილვა იყო და ნუ დასკვნა გამოვიტანეთ, რომ ძალიან ტრავმირებული ვიყავი და ძალიან გამოცდილ სპორტსმენთან მიწევდა წინამორბის გაწევა. და ნუ ეხლა ეს გამოცდილ სპორტსმენები ყველაფერს ერთმანეთის ყველაფერი ვიცით და ასე ვთქვათ ყველაფერს ვამჩნევთ. და ზუსტად ისეთი ტაქტიკა ქონდა, რომ ყურადღება გადამატანინა და დაახლოებით ველოდი კიდევაც ამას და ზუსტად ის შეცდომა დაუშვით, რაც მეგონა რომ არ უნდა დამეშვა, მაგრამ მაინც დაუშვით. აი, სად ჭირდება, ანუ ჭადრაკ თუ ჭირდება, ფიქრი იგივე ტიპი ჭირდება. გაიფარა მაინც შეცდომა და აი ისეთია, რომ ბრძოლის დროს დაშვებული შეცდომა აღარ სწორდება მე. გავადი! სენსეი მე წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მედალს ჩამოიტანთ, რაც თავარია ოქროსი. დიდი მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ.